პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი თარგამაძე სოფელ მაკვანეთში ადგილობრივებს შეხვდა და პარტიის ინიციატივა გააცნო. არაერთსქესიანთა ქორწინებას ამ ლოზუნგით ქრისტიან დემოკრატებს უკვე 30,000-მდე ხელმოწერა აქვთ. თარგამაძის განცხადებით საკითხის დაფიქსირება კონსტიტუციაში უნდა მოხდეს. ულარხეიმე ქართველმა თქვა, რომ ეს არ ეკიდა, რომ მე როგორც პოლიტიკოსი უფრო მეტად ავარ ინფორმირებული რელიგიურ კათოლიკურ. როგორც გურულებმა ძალიან ენამოსრებულად მითხრეს რამდენიმე წუთის წინ, აქ სამჟელო და სადისკუსიოც კი არაფერია, რადგან ღმერთმა შექმნა ადამი და ევა და არა ადამი და ადამი. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ გურულების, არა მხოლოდ ქართველების, არამედ საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსისა და რელიგიის მქონე ადამიანის მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ყველამ უნდა მოაწეროს ამას ხელი, ჩვენ ქვეყანაში ეს არ მოხდეს ეს სესულელი და ამ ჩვენ ქვეყანა გადავარჩინოთ ჩვენი შვილები. ყველაფერს ვიტანთ, ყველაფერი ავიტანეთ და ამის ატანა ნამდვილად არ შეიძლება. რომ ჩვენ დავანგრიოთ ჩვენი შვილების ოჯახები და ამაზე ხელი მოვაწეროთ და ეს გავაკეთოთ, რომ ერთსქესიანი ქორწინება შემოვიღოთ ჩვენ ქვეყანაში.